დღე იგივე ვიდეო მესამე კადრი პირველი დუბლი პირველი. ჰენდგარდები. აბა ესე იგი ახლა გვინდა გესაუბროთ მაღაზია მეომარში წარმოდგენილ ჰენდგარდებზე, CVO-ზე, ხელის დამცავზე, რა ვიცი, ვისაც ტიპჟირზე, ვისაც როგორ ესმის სალულეზე. ისე გაიგოს, ხო, სალულე. ეს არის ფერმა ნაწილი, რომელიც ხენდება ლულის გარშემო. აი ამას ქვია ჰენდგარდი. და ამებს განვიხილოთ ახლა რა ვარიანტები გვაქვს მაღაზიაში და კიდე რა ვარიანტები შეიძლება რომ გქონდეს და რა ვარიანტები შევიტანოთ შეიძლება. ხო, შეკვეთით. დავიწყოთ ესე იგი. არის ორი კატეგორია, არის ტროპინი, რომელიც მაგრდება პირდაპირ ლულაზე და არის ლულაზე დაფიქსირებული და არის თავისუფლად დაკიდებული, რომელსაც ლულასთან კონტაქტი არ აქვს. ეს არის დროპინ ჰენდგარდი, ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი, ვისაც აქვს სამხედრო სტილის AR-15 პლასმასის ჰენდგარდით და უნდა რომ ქონდეს ესეთი პიკატინის რელსებიანი, ზედ შეიძლება დადგეს ფანარი, სახელური და ასე შემდეგ ბიპოდი. ეს არის ყველაზე მარტივი გამოსავალი, იმიტომ რომ პლასმასებს მოვაძრობთ, ამას ჩავსვავთ და 4 ბოლტი აქვს, გადაუჭერთ და მორჩა დაყენებულია. არაფერს, არც ხრახნი ქვია საერთოდ. ხრახნი ქვია, რაც ეჭირება და რაც ეჭირებს ჭანჭიკია. არ ჭირდება არაფერს გადაკეთება, გაზბლოკი არ არის შესასვლელი, არაფერი. 7 ინჩიანი დროპინ ჰენდგარდი. ამის ფასი არის 90 ლარი. ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტია ეს. იგივე სტილში გვაქვს კალაშნიკოვების, ესეც ძალიან მარტივად დასაყენებელია, მოუხსნით რაც აქ ხე იქნება თუ პლასმასის ჰენდგარდი. ძალიან მარტივად ჭდება, მიდის AK-74-ებზე, AK-47-ზე, საიგებზე, ერთადერთი ვეპარზე იყო რაღაც პრობლემა, რომ აქ ვეპარს ცოტა სქელი ძირი აქ ლულა რო გამოდის და ახალ ვეპრებს აქვს სქელი ძირი, მაგრამ და თუ ეხლა ამას ამოქლიბავ და რამე ჩაჯდება, მაგრამ ესე პირდაპირ როგორც ვიცი, რამოდენიმე ცადა და არ წავიდა. საბრძოლო კალაშნიკოვის ასლებზე მოკლედ, აი ეს ორი AR-15-ის დროპინ ჰენდგარდი და ეს კალაშნიკოვის ესეთი ჰენდგარდი ღირს 90 ლარი. და სხვათა შორის მე თუ გითხოვს იმ პლასტმას რაც მოყვება გაცილებით ჯობია რა. რა თქმა უნდა, ალუმინია ხო და არა სიცხის პონჩია, ხედი უფრო ნაკლებად გაცხელდება მე თუ გითხავ ვიდრე ის რაც მოყვება პლასტმასი, იმიტომ რომ რამდენიმე ტყვიაზე ეგრევე ცხელდება ხოლმე ეს პლასტმასი. ეხლა გვაქვს აქ თავისუფლად დაკიდებული ჰენდგარდები. აქ ეს მიწყვია კვადრეილები, ეგრეთ წოდებული, რომელსაც 4-ვე მხრიდან აქვს 20 მმ-იანი პიკატინის რელსი და M-Lock-ის ჰენდგარდები არის Daniel Defense-ის მოდელი, ეგრეთ V7-ის მოდელებია, DDS-ი. არის გაიზლის Mark 16 მოდელი. და აქ გვაქვს რისორები, DDS რისორი ჰენდგარდები და BCM-ის კვადრეილი. დავიწყოთ, მოდი BCM-ით. BCM-ი არის ამათთან შედარებით ოდნავ მსუბუქი, იმიტომ რომ აქ გვაქვს სიცარიელე ამეების უკან და ვისაც უნდა რომ გრძელი ჰენდგარდი დააყენოს, ეს არის 12 ინჩიანი კვადრეილი, ძალიან კაი ვარიანტია, ჩამოსხმულია მთლიანად. მოყვება ფოლადის ბარელნათი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ბარელნათი არის აი ესეთი ბოლტი, ჭანჭიკი, რომელიც ეჭირება, ამიტყენდება ლულა აპერზე და მერე ამაზე დგება უკვე ჰენდგარდი. ეს ბარელნათები მოყვება Daniel Defense-ის მოდელებს, აი ამ მოდელებს, V7, რისორი, RIS-3, რაც მე იარაღზე მიყენია, ესენი მოყვება Daniel Defense-ის მოდელებს. ეს არის ნაწრთობი ფოლადისგან გაკეთებული, ორიგინალი ბარელნათებია Daniel Defense-ის. აი ეს გამოიყურება 12 ინჩიანი. ეს არის უკვე Daniel Defense-ის RIS-2 მოდელი, რომელიც სოფლიოში განთქმული არის თავისი სიმტკიცით, ჩამაგრების ტექნოლოგიით, როგორ მაგრდება იარაღზე. ამას რო დააყენებ იარაღზე, თამამად შეგიძლია ზედ დააყენო, თუნდაც სამიზნე, თუნდაც ლაზერბოქსი და 0
არასდროს არ აგერება. რა ჭირმა უნდა არისო? სიკვდილის თუ ხარი გადაჭერილი. აი როგორც არ უნდა მიარტყა მოარტყა რამეზე, არ არსებობს ამის გადატრიალების შანსი. საერთოდ ბოლტი იპოვეს დედაში ყველაფერი ზედა აკრო და ამაგროს. ამისი გათვლა რატო არის იცი ხა ეს ხო არის მთლიანი ერთი ჩამოსხმარი. ეს იყოფა ორ ნაწილად აგებული. თითო მხარეს გვაქვს 3 ჭანჭიკი, რომლის მოხსნითაც ეს ქვედა ძირი ჩამოდის დაბული. ეს არის სპეციალურად გაკეთებული ლულის ქვეშა ყუმბარტყორცის დასაყენებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ სამოქალაქო მსვლელობის ეგ არ დაგჭირდება, მაგრამ მთელი ავღანეთი და ერაყი ამ ჰენდგარდებით აქვთ ზღვის ლომებს მოვლილი რა. ეს არის იგივე ვარიანტი, ოღონდ 9.5 ინჩი მოკლე ვერსია. გვაქვს კიდე ესეთი დამწვარი ბრონზის ფერი, ამ ზომაშიც გვექნება, ეხლა ამ წუთას გაიყიდა და აღარ არის. ეს რაც შეეხება კვადრეილებს, ეს არის მოდისაც დენიელემი დავამთავროთ. ეს არის V7. წონა საერთოდ არ აქვს. თუ გინდა რომ ხო ააწყო სუბუქი იარაღი, რა ვიცი, აი ამდენი გრამი იქნება რა. მობილური ზონა რა აქვს. აი და იცი, ჩემი მობილური ზონა და შენი მობილური უფრო მძიმეა. ეს რისორისგან განსხვავებით მაგრდება 4 ბოლტზე და არ იხსნება, ესეც არის ჩამოსხმული. ძალიან სუბუქი, ძალიან კომფორტულია ხელში სახმარად. გაცილებით კომფორტულია ვიდრე ყველა სხვა ტალანტში. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ M-Lock-ი ზოგადად ხელზე ძალიან კომფორტულია. და ეს პიკატინის კუთხეებით საკმაოდ კარგად აქვს დამუშავებული. აი ეგ ყველაზე კარგად მაგას საქმე გონდა დამუშავებული. ესენი არის 7 ინჩიანები, 9 ინჩიანები, 13.5 ინჩი და არის კიდე 6 ინჩიანებიც. აი ეს მოდელები. და ეს არის გაიზლის Mark 16. ამას მოყვება ალუმინის ბარელნათი, მაგრამ ამას ორიგინალსაც ალუმინის ბარელნათი მოყვება და ეგ მე ესეთ პრობლემას არ წარმოადგენს. ვინც ეძებს უფრო სიმტკიცეს, აი ეს Daniel Defense-ის მოდელებს მოყვება აი ესეთი ნაწერთობი ფოლადის ბარელნათი ორიგინალი და არის იმენეს საბრძოლო მოქმედებებისთვის გათვლილი. უკდავი რაღაცა, ვისაც საიმედოობას და ბევრი რამის დაყენებას ეძებთ იარაღზე, იმათვის მე თუ გითხავ, პიკატინი შეუცვლელია და ვისაც ხშირად უნდა ხოლმე გადაწყობა, გადმოწყობა. აიღე მაგალითად ფანარი მოიტანე. ბატონო ფანარი. არ ჭირდება, ზედმეტი არანაირი არც ქანჩი, არაფერი. M-Lock-ისგან განსხვავებით, ხა M-Lock-ს ქანჩის გარეშე ვერ დააყენებ M-Lock-ს აქსესუარს და ვერ მოაძლევ რა. შეგიძლია ესე ძალიან მარტივად გადაუჭერ და მოვჭერ. გადაუჭერ ხელით და დამთავრებულია რა. აი ესე მაგალითად ფანარი შეგვიძლია პექბოქსი და ვისაც ახლა მაგალითად ბევრმა შეუთქვას რატო უნდა მომინდეს მოხსნა დაყენება. ბევრი არის რომ რეალური გამოყენებისთვის, ანუ რო დამჭირდეს სხვანაირად აწყობს იარაღს, მაგრამ იგივე იარაღით უნდათ ხოლმე გამოსვლა შეჯიბრებებზე რაღაცებს და სხვადასხვა აქსესუარი საჭიროება. შეჯიბრება ფანარის საერთოდ შეჯიბრება პირიქით ხელის შემშლელია, ეხლა დღის შეჯიბრებზე იქ ვიტაკის კედლიდან სროლა იქნება თუ რა იქნება, ფანარი და ესეთი რაღაცეები ხელის შემშლელია. ამიტომ ძალიან მარტივები რაღაცეები რომ მოხსნა და შეგიძლია პიკატინის ჰენდგარდზე ბევრი აქსესუარი დააყენო მოხსნა. და სწორე პიკატინი გაცილებით საიმედოა, ანუ ამას საიმედოებსაც არ ადგა ახლა საქმე. არა, საიმედოა, იცი რა, ამაში შეიძლება ცოტა რამოდენიმე კუთხით გადაიხარ, რამოდენიმე გრადუსით გადაიხაროს. გატოყდეს, რაღაცას მოგიხვდეს და ეს შეხედე გაცილებით თხელ რკინაზე რკინა ედება და ახლა ამაზე ჩაჭერილი ამ ხელარკიდან აღარს დაღარწავა ხო? ფანარიან ლაზერი შეიძლება რამოდენიმე გრადუსით გადაიხაროს. პიკატინზე ეგ არ არსებობს გამორიცხული. მოირყეს, გაფუჭდეს და ასე შემდეგ. ეს არის უკდავ. და ვინც სიმსუბუქეს, სიმარტივეს და სტროლის კომფორტს ეძებთ, ეს არის. ნახე ამ BCM-ის ჰენდგარდს 4-ვე წერტილში აქვს QD საყვედეები. კი ბატონო. ამ გაიზლის ჰენდგარდს აქვს 2 ცალი. და V7-ის მოდელებსაც აქ 4 ადგილას, უბრალოდ ამას დამატებით ჭირდება, აქ M-Lock-ის ჭრილში ჭირდება ერთ იმაზე, რა ქვია, ხრახანზე, ბუდე, რომელიც ამას უნდა დაემთხეს რა, ეს ორიგინალზე სასია და ეგ აქ ახლა? არა, მაგრამ იქნება. იქნება. და ეს რა არის? ყველა ეს ჰენდგარდები, რომელიც არის თავისუფლად დაკიდებული, ღირს 350 ლარი. სულ ყველა. ესენი ღირს 90 ლარი.
ზომად ზონას არ აქვს. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ყველა ის. ჩემი ქველმოქმედე.